ატარებს ცდას იმის დასადგენად, თუ რაზე მოქმედებას ახდენს სხეულის კინეტიკურ ენერგიაზე, მასზე მოქმედის სხეულის მასა და სიმაღლე საიდანაც ის მოქმედებს. პირველ შემთხვევაში ჩვენ ვცვლით მხოლოდ ბურთების მასას, ხოლო სიმაღლე უცვლელია. რაც დიდი ბურთი დაეჯახა მანქანას, მით დიდი მანძილით გადაადგილდა წინ. როდესაც სიმაღლე იყო 4 სანტიმეტრი, მასა კი უფრო დიდი, გავლილი მანძილი იყო 12 სანტიმეტრი. როდესაც მასა უფრო გავზარდეთ, გაიზარდა გავლილი მანძილი 22 სანტიმეტრამდე. დასკვნა. რაც დიდია სხეულზე მოქმედის სხეულის მასა, მით იზრდება მისი კინეტიკური ენერგია. რაც უფრო დიდია სხეულის მასა. მეორე შემთხვევაში ბურთის მასა რჩება უცვლელი, იზრდება მხოლოდ სიმაღლე, საიდანაც იზრდება. რაც მეტად გავზარდეთ სიმაღლე, მით მეტად გაიზარდა მანქანის მიერ გავლილი მანძილი. სხეულის 4 სანტიმეტრამდე გაიზარდა, მანძილი გაიზარდა 21 სანტიმეტრამდე. ხოლო სხეულის 8 სანტიმეტრამდე სხეულის სიმაღლის ალბათ. სხეულის 8 სანტიმეტრამდე გაიზარდა, გავლილი მანძილი გაიზარდა 20 სანტიმეტრამდე. დასკვნა, რაც დიდია სიმაღლე, საიდანაც მოქმედის სხეული ეშვება, მით მეტია სხეულის კინეტიკური ენერგია. რა განაპირობებს ამ სხეულის, ესე იგი სიმაღლე რა შუაშია თამაში? სიჩქარე იზრდება. ხო, აი ეს გვიჩანს მანძილი, გვაქვს ჩანაწერში? დიახ. და საბოლოოდ დასკვნა, რაც მეტად გავდით მოქმედის სხეულის მასასა და სიმაღლეს, საიდანაც შეშება, მით მეტად გაიზრდება სიჩქარეც, ასე რომ გაიზრდება სხეულის კინეტიკური ენერგია. კარგი, მადლობ დავბრძანდით. ბავშვებო, მას ჩვენი ლაბორატორიული სამუშაო შესრულებულია. მე მგონი ვინმეს განსხვავებული აზრი ხომ არ გაქვთ ჩანაწერში. კარგი. ესე იგი გავზარდოთ რაზეა დამოკიდებული ვარგმილის სხეულის კინეტიკური ენერგია. მას რაზე ყოფილა დამოკიდებული ვარგმილის სხეულის კინეტიკური ენერგია გელა? ერთი დამოკიდებული ყოფილა სიმაღლეზე რატომ არის დამოკიდებული? იმიტომ რომ რაც უფრო გავდით სიმაღლეს, მით უფრო გაიზრდება სიჩქარე. კი ბატონო, ერთი ეს დავბრძანდით და მეორე კიდევ რაზეა დამოკიდებული მას სხეულის კინეტიკური ენერგია? სხეულის მასაზეც არის დამოკიდებული. აბა როგორ არის დამოკიდებულება? რაც უფრო მძიმე, ნუ რაც უფრო დიდია ალბათ. დიდი მასის არის სხეული, მით უფრო შესწავლა. მით უფრო დიდი ენერგია აქვს მას. კარგი. დიდი მადლობა. ნუ მიზანი მიღწეულია, ჩვენ გავსაზღვრეთ რაზეა დამოკიდებული ვარგმილის სხეულის კინეტიკური ენერგია. ექსპერიმენტი იყო ძალიან საინტერესო და დაზიანებული. ამ ექსპერიმენტის საჭირო მასალები თავიდანვე მოვიძიეთ, დახრილი სივრცე, სხვადასხვა მასის ბურთები. ამ ექსპერიმენტის შემდეგ არასდროს დამოუწყდებით, თუ რაზე იყო დამოკიდებული სხეულის კინეტიკური ენერგია. ექსპერიმენტის ფიზიკის სწავლების უდაოდ საინტერესო მეთოდია.